სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა აქცია წერეთლის პოლიციასთან, რომელიც დაახლოებით 3 საათზე დაიწყო და აქციის მონაწილეებმა სრულად ფეხით გაიარეს მთლიანად წერეთლის გამზირი ხმაურით შეძახილებით, რომ საკუთარი ხმა მიეწოდებინათ მოქალაქეებისთვის და მას შემდეგ რაც უკვე ადგილზე მოვიდნენ და წერეთლის პოლიციასთან იმყოფებოდნენ, მათ სიტყვითაც მიმართეს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს, პოლიციის თანამშრომლებს მოუწოდეს მათ, რომ დადგნენ ხალხის მხარეს და არ იყვნენ უსამართლობის შემსრულებლები და რეჟიმის დაკვეთის შემსრულებლები, არამედ როგორც ისინი ამბობენ, ახლა მათი ვალდებულება არის სწორედ რომ ხალხის მხარეს იდგნენ და სიმართლეს ემსახურებოდნენ, როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, დღეს არალეგიტიმური ხელისუფლება ყველა მექანიზმს იყენებს იმისთვის, რომ რეპრესიული მექანიზმები აამუშაოს, ყველა ხერხს იყენებს იმისთვის, რომ რეპრესიები განახორციელოს ხალხის წინააღმდეგ და ამ მექანიზმების მთავარ ღერძად მათ მიაჩნიათ სწორედ შინაგან საქმეთა სამინისტრო და პოლიციის თანამშრომლები, ამიტომ გამოვიდნენ დღეს ისინი ქუჩაში, ამიტომ მიმართავდნენ დღეს პოლიციის თანამშრომლებსაც, რომ დადგნენ ხალხის მხარეს და არ ემსახურებოდნენ უსამართლობას. გარდა ამისა, ამ აქციის მთავარ მიზანს წარმოადგენდა ისიც, რომ დეცენტრალიზება მოხდეს პროტესტის, რომელსაც უკვე 60 დღეა უწყვეტად ვხედავთ ჩვენ დედაქალაქის და ასევე მთელი საქართველოს მასშტაბით და მათი სურვილი არის, რომ არა მხოლოდ რუსთაველის გამზირზე ისმოდეს პროტესტის ხმა მოქალაქეების, არამედ თბილისის ყველა უბანში და ამიტომ დღეს ეს ადამიანები დიდუბის მეტროსთან შეიკრიბნენ და დიდუბეში გააგონეს მათი ხმა მოქალაქეებს. ოლიგარქიული სახელმწიფო, რომელიც ყალიბდება, რომელსაც ვაკვირდებით, რომ ნამდვილად არსებობს და ყოველდღიურად უფრო და უფრო მეტ რეპრესიულ მექანიზმს იყენებს იმ მოქალაქეების წინააღმდეგ, ვით ამის წინააღმდეგ ილაშქრებს, ანუ ოლიგარქიული სახელმწიფოს წინააღმდეგ, რეპრესიული სახელმწიფოს წინააღმდეგ, ერთ-ერთ ინსტრუმენტად იყენებს პოლიციურ რეჟიმს. იმის ნაცვლად, რომ ჩვენ მოქალაქეებს გქონდეს განცდა, რომ პოლიცია დაგვიცავს, დაგვეხმარება გასაჭირში, კანონის დარღვევას აგვარიდებს თავიდან და კრიმინალს აგვარიდებს თავიდან, ამის ნაცვლად ჩვენ პოლიციის შიში გვაქვს. ვაგზელებთ ბრძოლას და არ ვაპირებთ გაჩერებას. შიშს გულისხმობთ იმის, რომ ანერულებენ ჩვენს მშობლებს ჩვენი დაჭერით, უსამართლო დაჭერით. იმის შიშს, რომ ვინერულებთ ჩვენი მეგობრების დაჭერის შემთხვევაში. ჩვენ მოვედით აქ იმისთვის, რომ პოლიციას დაველაპარაკოთ, როგორც მოქალაქეები, ამ ქვეყნის მოქალაქეებს, რომელსაც ერთი საერთო მიზანი გვაქვს, ეს არის ჩვენი ქვეყნის ბედი, სამართლიანი ქვეყანა და შევახსენოთ, რომ ისინი უნდა ემსახურონ ზუსტად სამართლიანობას და უნდა ემსახურონ ქართველი ხალხის ინტერესებს. ის რომ პოლიციელები იქცნენ რეჟიმის ინსტრუმენტად, ის რომ პოლიციელები იქცენ ამ რეჟიმის ინკვიზიციის ინსტრუმენტად, ეს არის წარმოუდგენელი. ჩვენ ვიკრიბებით 2 თვეზე მეტია უკვე ყოველდღე ვაპროტესტებთ უსამართლობას, რუსეთის გავლენას, გავლენის ზრდას საქართველოში, ინსტიტუციებში, თუნდაც ზოგადად ხალხში. ერთ-ერთი ინსტიტუცია არის პოლიცია. ჩვენ ვაპროტესტებთ იმას, რომ პოლიცია არაფერს არ აკეთებს იმისათვის, რომ დაგვიცვას ჩვენ მტრისგან, ისტორიული მტრისგან, რუსეთისგან. მებრძოლ ხალხს გვიჭერენ პირბადის გამო, გზის გადაკეტვის გამო, რომელიც შემდეგ არ მტკიცდება სასამართლოში. მოკლედ რა თქვა, ჩვენ ვაპროტესტებთ უსამართლობას და უსამართლობის ერთ-ერთი ღერძი არის დღეს საქართველოში პოლიცია. დიახ, როგორც უსმენთ აქციის მონაწილეებს, ისინი ამბობენ, რომ მაშინ, როდესაც მათ იმედი უნდა ჰქონდეთ პოლიციის თანამშრომლების, რომ ხალხის გვერდით დადგებიან და მათ მხარდაჭერას გამოუცხადებენ, პირიქით დღეს ვხედავთ იმ რეალობას, რომ მოქალაქეებს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების ეშინიათ, რადგან მათ არაერთხელ იხილეს ფაქტი, რომ ფიზიკურად გაუსწორდნენ რიგით ადამიანებს, აქციის მონაწილეებს, ამიტომ გამოვიდნენ ისინი დღეს ქუჩაში, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ არაერთი მსგავსი ფაქტი იხილეს, ისინი დანებებას მაინც აპირებენ, რომ პროტესტი უწყვეტად გააგრძელონ. ორი მთავარი მოთხოვნით რეჟიმის ტყვეების გათავისუფლება და ხელახალი არჩევნების ჩანიშვნა.